წმინდა სისხლით. დიდ შაბათს ეკლესია იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლას ხსენებს. მართლმადიდებელი სამყარო ყველაზე დიდი დღესასწაულის მოლოდინშია. უკვე 2000 წელია განსაკუთრებულ სასიხარულო სიტყვებს ეუბნებიან ერთმანეთს ქრისტიანები. ქრისტე აღსდგა და პასუხობენ ჭეშმარიტად აღსდგა. მაგრამ ეს რამდენიმე საათში იქნება ეს დღესასწაულის დასაწყისი და დღეს კიდევ დიდი შაბათია. დიდი შაბათი, როდესაც ქრისტიანები განსაკუთრებული მოლოდინით ელოდებიან აი ამ წუთებს, ამ წამებს, როდესაც იტყვიან ქრისტე აღსდგა. მაგრამ დიდ შაბათს რა მოლოდინი გვაქვს აღდგომისა და როგორ ველოდებით აღდგომას? სიხარულით და ტკივილით. სიხარულით იმიტომ, რომ ცოტა ხანში იქნება დღესასწაული, რომელიც არის სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე, რომელიც არის სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე. ეს გამარჯვება სამართლიანობის გამარჯვება უსამართლობაზე და ეს ყველაფერი ხელშესახებად, საგრძნობლად, ჩვენი თვალისათვის დასანახავად. მაგრამ ტკივილიანი წუთებია ეს, იმიტომ რომ ამ დროს ადამიანად მოსული ღმერთი მოკლული იქნა გუშინ პარასკევს და დღეს მისი სხეული, წმინდა სხეული საფლავში იმყოფება. მაგრამ იმისათვის, რომ ეს ყოველივე ადამიანმა განიცადოს, ერთი რამ არის საჭირო, ეს არის რწმენა. რწმენა ცოცხალი. რწმენა ყოველგვარი ეჭვების გარეშე. რწმენა იმისა, რომ არის ღმერთი. მაგრამ ჩვენ მას განაჩენი გამოუტანეთ და იგი მოვკალით. ეს განაჩენი გამოტანილი იყო ადამიანური სიმართლით. დემოკრატიულად გადაწყვიტეს, ჩვენ ეს ვიცით. ხალხის აზრიც იყო, მეფეც დაითანხმეს, საჯულებიც და ისრაელი არის ავტორიტეტის და მათ გამოუტანეს განაჩენი და იგი მოიკლა. და შემდეგ იგი ყველასგან მიტოვებული, მოიკლა ყველასგან მიტოვებული. და შემდეგ როგორც ჩვეულებრივი ლიტონი ადამიანის საფლავში დაიდო მისი სხეული, ხოლო სული ჩადის ჯოჯოხეთში. აი შაბათ დღეს სწორედ ამას ვიხსენებთ, რომ იგი ჩადის სული ჯოჯოხეთში. ეს რას ნიშნავს? ადამიანური სული, ღმერთი, როგორც ღმერთი ყველგან არის და ყოველთვის არის, მაგრამ იგი ჩადის ადამიანური სული ჯოჯოხეთში და როგორც იგი დედამიწაზე 3 წელიწად ნახევრის განმავლობაში, როგორც ადამიანი ქადაგებდა და როგორ ქადაგებდა, არა ძალადობით, ადამიანთან ნებაზე ძალადობით, არამედ ფაქიზად და არასაკეთებს ჯოჯოხეთში. იქაც უქადაგებს. როგორც პეტრე მოციქული ამბობს, სულთა საპყრობილეში ჩავიდა და იქ მყოფ ადამიანებს უქადაგა. ადამიანი მხოლოდ ღმერთით არის, მხოლოდ ღმერთთან ერთად არის ადამიანი. სხვანაირად ადამიანი ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური არსება, ამ არსებას რა ქვია ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მხოლოდ ბიოლოგიურ და ფიზიოლოგიურ არსებას. როცა ადამიანი სულით არ ცხოვრობს. და ჩვენ ვეცადოთ, რომ უფალს გავუყვეთ, იმიტომ რომ მასთან ყოფნა ნიშნავს უკვე აქვე, ამ ცხოვრებაში. სანამ ხორცში ვარ ჯერ კიდევ, მიუხედავად ჩვენი მრავალნაირი პრობლემებისა, უკვე ამ ცხოვრებაში ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ბედნიერი, იქნებით ბედნიერი. სიხარულით აღსილი, იმიტომ რომ ღმერთის სიხარულისა და ბედნიერების, სიყვარულის და სიცოცხლის წყაროა, მასთან ურთიერთობა ჩვენ არსებას ამით ავსებს და დასაბამი დაედება ჩვენს მარადიულ სიცოცხლეს. გილოცავთ წინასწარ და უკვე ამ ბედნიერ დღეს, რომელსაც ქრისტეს აღდგომა ქვია და გისურვებთ, რომ ეს აღდგომა მართლა წინა გემოს ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანისათვის იმ მარადიული აღდგომისა, რომელისათვისაც თითოეული ადამიანი დაბადებული არის. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა.